უნდობლობის 8 ვოტომის დაძლევისა და მრავალთვიანი განხილვების შემდეგ საფრანგეთმა 2026 წლის სადავოს სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა, თუმცა არატრადიციული გზით. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნომ გამოიყენა სპეციალური კონსტიტუციური უფლებამოსილება, რათა გადაწყვეტილება დეპუტატთა კენჭისყრის გარეშე მიიღო. ულტრამემარჯვენე პარტიამ ეროვნულმა გაერთიანებამ და ულტრამემარცხენე მოძრაობამ დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა განაცხადეს, რომ მთავრობის უნდობლობისთვის საჭირო კანონპროექტს წარადგენდნენ, თუმცა რადგან მათი საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი ავტომატურად დამტკიცდა. ეროვნულ ასამბლეაში მიღებული გადაწყვეტილებით შესაძლოა საფრანგეთში პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის პროცესი დაიწყოს, თუმცა ქვეყნის პარლამენტში გაკეთებული განცხადებები არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური მდგომარეობა მეტად გამწვავდეს. Vous refusez d'écouter la majorité du peuple. თქვენ უარს ამბობთ მოусმინოთ საზოგადოების დიდ ნაწილს, რომლებიც გამოთქვამენ მზაობას ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ ეს ანარქიზმი, რომელიც სინამდვილეში მაკრონიზმია. ფინანსური სამართლიანობა ეს არის ამ ბიუჯეტის მთავარი დანაკლისი. როგორც ყველა თქვენი წინამორბედი, თქვენს უმოქმედობას ავლენთ. 2017 წლიდან მოყოლებული მდიდრების ქონება გაორმაგდა. უთანასწორობა და სიღარიბე კი კვლავ მზარდია. მაშინ როცა მაღალი დონის საზოგადოებაში მდიდრების წილი იზრდება, ღარიბი ოჯახები არასტაბილურობის, ინფლაციის და სახელმწიფო სერვისების ხარისხის გაუარესების პირისპირ რჩებიან. ჩვენ ვართ დაბალი ანაზღაურების მქონე სახელმწიფო. ხელისუფლებაში ემანუელ მაკრონის მოსვლის შემდეგ მოკლევადიანი კონტრაქტების მეშვეობით ხელფასის მიმღებთა რაოდენობა დასაქმებულთა სრული რაოდენობის 20%-მდე გაიზარდა. თქვენ ანადგურებთ შრომით ღირებულებებს, თქვენ ორჯერ ზრდით დანახარჯებს, ამავდროულად აღარიბებთ მშრომელებს და ასუსტებთ სოციალური დახმარების სისტემას. მთელი დისკუსიის განმავლობაში ჩვენ კონკრეტულ წინადადებებს წარვადგენდით, თუმცა უშედეგოდ. 2017-დან 25 წლამდე პერიოდში სწორედ გადასახადების შემცირება მიგვიყვანა სახელმწიფო ბიუჯეტის გაუარესებამდე. სახელმწიფო შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3%-ით შემცირდა, თუმცა თქვენ ეს არ გაწუხებთ. La sécurité sociale. On n'y arrivera pas et grâce aux actions de ces deux gouvernements. განხეთქილება ამით არ მთავრდება. ის ასევე სრულად არის აცდენილი ბიუჯეტში არსებულ რეალობას. თქვენ მხოლოდ ისე წაიკითხეთ ეს ბიუჯეტი, როგორც ეს ეროვნულ წარმომადგენლობას წარუდგინეთ პასუხისმგებლობის ამ ვალდებულების ფარგლებში? რატომ საუბრობთ სრულად მცდარი არგუმენტებით? რატომ ასახელებთ სრულად მცდარ ციფრებს, რათა თქვენი არგუმენტაციაში ამოწმოთ? დიახ, ჩვენ შევინარჩუნებთ 5%-იან დეფიციტს წელს. როგორც შარშან შევინარჩუნეთ 5.4%-იანი დეფიციტი. და იგივე ადამიანები შარშან პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბეირუთს ეუბნებოდნენ თქვენ იტყუებით, ვერ შეინარჩუნებთ, ვერ შეცვლებთ. სწორედ ამ ორი მთავრობის ქმედების წყალობით 2025 წლისთვის ეს შედეგი შენარჩუნებულია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის სებასტიან ლეკორნუს განმარტებით ბიუჯეტის ტექსტი არ ეკუთვნის ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ არის საპარლამენტო კომპრომისის შედეგი, ხოლო ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგენლმა ყველა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. მანვე დასძინა, რომ ბიუჯეტის საკონსტიტუციო საბჭოს წარუდგინა იმის დასადგენად შეესაბამებოდა თუ არა ის ქვეყნის მთავარ სამართლებრივ დოკუმენტს. საფრანგეთში 2024 წელს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანონმდებლები რამდენჯერმე ვერ შეთანხმდნენ სხვადასხვა ინიციატივასთან დაკავშირებით. მთავარი სადავო საკითხი იყო საფრანგეთის გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის მოგვარების გზები. სახელმწიფო ბიუჯეტის ირგვლივ არსებული პრობლემები ლეკორნუს ორ წინამორბედს თანამდებობის ფასად დაუჯდა. განვითარებული პროცესების პარალელურად ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული გაერთიანება კანონმდებლებს მთავრობის დაშლის ხელშეწყობისთვის საჭირო პროცედურაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხმა ემანუელ მაკრონის მოკავშირეთა შორისაც გამოიწვია სკეპტიციზმი. მათი აზრით დოკუმენტი არ არის მზად მომავლისთვის და მიუთითებდნენ, რომ გადასახადების გაზრდა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა ეკონომიკურ აქტივობას. სოციალისტების წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას, თუმცა სანაცვლოდ ემანუელ მაკრონის ხელისუფლებასთან კომპრომისს მიაღწიეს და შეთანხმდნენ სადავო საპენსიო რეფორმის 2027 წლამდე შეჩერებაზე.